ეს არის ერთადერთი აქტივი სამყაროში, სადაც ახვალ შეგიძლია წაიღო და გააცოცხლო და გაყიდო ერთ წამში. აი დოლარის ლარში გადაცვლა უფრო რთული და ბიუროკრატიული პროცესია, ვიდრე ბიტკოინის გაქეშება, ესე რომ ვთქვათ რა. და ყველაზე დაცულია. არც იმის უნდა შეგვეშინდეს, რომ კიდე ჯგუფში იწერებოდა, რომ ინტერნეტი რო გაგვითიშონ. ვინ გათიშავს ინტერნეტს? წარმოიდგინე 3 დღით რომ საქართველოში ინტერნეტი ან ამერიკაში გათიშოს ვიღაცამ. ანუ ეკონომიკას რა გამართება, ან მარტო ეკონომიკას არის ჯანდაცვას ყველაფერს. ყველაფერი გაიცნო. პრობლემა შეიქმნება. კიდე შუქი ვინ მაგვითიშო შუქი. ანუ მაშინ თუ ესეთი საფრთხეები გვაქვს, დამოუკიდებლად ვაშენოთ ჩვენი პატარ-პატარა ენერგიის წყაროები. თამი შესაძლებლობა გვაქვს. და მე ზუსტად მაგას ვაპირებ. ბიტკოინმა მომცა ის, რომ დამოუკიდებელი ინდივიდი ვიყო, რომელიც დაასაპორტებს ადგილობრივ კომუნიტეტებს, შენ დაგეხმარები, სხვა ადამიანებს დავეხმარები. ესე იქნება აბსოლუტურად განსხვავებული გარემო